მეორის ძეგლი გაიხსნა კახეთის გზატკეცილზე, ეგრეთ წოდებულ სამგორის პარკში. დიდი ქართველი მეფის სკულპტურის განთავსება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ძეგლის შექმნაში 8 მოქანდაკე მონაწილეობდა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასათვის საყვარელი ქანდაკება ერეკლე მეორის ცხენოსანი ძეგლი თელავში. სწორედ ერეკლე მეორის დამსახურება ის რომ დღეს ჩვენ ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა. სწორედ ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულება. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, ეს არის პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლო, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხემძღვანელოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა, სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში, ერეკლე მეორისთვის ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც 300 წლის წინ ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანება. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მართლსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს, საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია. მთელი წელი ჩვენმა დიდმა გუნდმა სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ჩვენი კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ჩართულობით, თქვენთან, თქვენი მერიის სამსახურებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ხელოვნება შემოგვეტანა ისტორიის და ლანდშაფტის გალამაზებაში და ხელოვნებით დანახული ისტორია კიდევ სხვანაირად ათბობს გულს, იმიტომ რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი, რამდენჯერაც აქ ჩავივლით და რამდენჯერაც აქ გავივლით, გაგვახსენდება ჩვენი ისტორია, ჩვენი საამაყო ისტორია და ეს იქნება გამოხატული ხელოვნებით. მე მინდა გითხრათ, რომ შეხვედრის ადგილი ამიერიდან გაჩნდა ამ ქალაქში კიდევ ერთი ახალი ადგილი ერეკლე მეორის ძეგლთან. თბილისში ვხვდებით. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით ნიუ-იორკში ოფიციალურ მიღებას დაესწრო. დონალდ ტრამპსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის კომუნიკაცია შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან საქართველოს ელჩმა ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო დონალდ ტრამპის მიწვევით ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით. აღსანიშნავია, რომ ამ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული პოზიტიური გზავნილებით. ოფიციალური მიღების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები, მათთან ასევე კომუნიკაცია და ინტერაქცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. გაეროს გენერალურ ანსამბლის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს შეხვდა. საერთაშორისო ვაჭრობაში მზარდი პროტექციონიზმი და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებას გლობალურ ეკონომიკაში. განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ჯერა რომ ხელმისაწვდომ უსაფრთხო და მდგრად ენერგიაზე წტომა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა მათ შეძლონ განვითარების მიზნების მიღწევა. ჩვენ მტკიცედ ვავითარებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტრანსკასპიურ აღმოსავლეთ-დასავლეთის შუადერეფნის პროექტს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ჩვენ შეგვაქვს წვლილი მსოფლიო ვაჭრობის განვითარებაში ჩვენი თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზები. ბრუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ თუ სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველოს ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველოს ევროინტეგრაციის განვითარებით. არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს, რომ სოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და იმის რა ქვია, სხვა რაღაც ორგანო გეოგრაფიას როცა არ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მასზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. ამით იზიანდება თავად ბრიუსელი. ხედავთ, რომ მას დიდი ქვეყნებს თუ შევხედავთ დიდ ქვეყნებიდან, ხედავთ რა დამოკიდებულება არის ევროკავშირის ბრიუსელის მიმართ და ეს არის შედეგი იმ სავალალო საგარეო პოლიტიკისა, არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკისა, რომელიც არის იქ, სადაც თავის დროზე იყო ესტონეთის სახელმწიფო, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი იყო დღევანდელი საგარეო კომისარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის სამედიცინო განათლების მსოფლიო დეპარტამენტისა და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორი აფეთქება მოხდა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში. დაშავებულია ერთი ადამიანი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეს აფეთქება პირველი მოხდა 7 საათისკენ დაახლოებით სახლში ვიყავი, რომ ეს აფეთქება მოხდა, რომ გამოვედი უკვე ჩამოინგრა საბოლოოდ ჩვენს წინ მდებარე შენობა. გადარჩა საბედნიეროდ ის ადამიანი, ვინც შიგნით იმყოფებოდა, დამწვარია, მაგრამ გადარჩა, რაც თავარია და შემდგომ უკვე მოხდა 3-ის ნახევარზე განმეორდა მეორე შემთხვევა. ეს არის დიდი ალბათობით ძველი გაუქმებული კანალიზაციის ჭაში არის ძველი მილი გაზის, რომელიც იყო გაუქმებული, რომელიც ჟონავდა. პირველი საათი იყო სადღაც 6 საათი რო აფეთქდა გოგონა. იყო საუბრობთ, კარი გააყო და აფეთქება მაშინ მოხდა, იმიტომ რომ მე ვესაუბრებოდი დახმარება პირველად და დახმარება რაც შეგვეძლო გავუწეთ ეს ტანსაცმლის ამოსი გავხადეთ და იმაზე იყო გონებაზე, მაგრამ დამწვარი იყო ძალიან და არ იცოდა თვითონ რა მოხდა, კარი გავაღე და აფეთქდა. გაზის სუნი იყო, იმიტომ რომ მეზობლები თავადასტურებენ, რომ 2 დღით ადრე გამოუძახებიათ, რომ ძლიერი გაზის სუნია და აფეთქების შემდგეთ იყო ძალიან ძლიერი გაზის სუნი. გვითხრეს კიდეც დატოვეთ ტერიტორია, ისევ სუნიაო.
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გრძელდება. მშენებლობის შედეგად 570 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინებს. დათვალიერება 3 ლოკაციაზე, შანხაის დასახლებაში, ასევე ხიმშიაშვილის ქუჩაზე და ასევე მაეპოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ნაწილში კინაბეტონის კარკასული სამუშაოები სრულად არის დასრულებული. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას ჩვენი ქალაქის 570 ოჯახი. საინფორმაციო გამოშვებას კი დავასრულებთ ჩვენი სტუმრით, რომელიც გახლავთ ჩვენი გაერთიანებული საქართველოს მერობის კანდიდატი მარნეულში. მისი სახელი და გვარია ალი ბადიროვი, ის არის სამართლის დოქტორანტი და მოქმედი ადვოკატი. კი მარნეულიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ალი ბადიროვი. მადლობას გიხდით ბატონო ალი გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მოგესალმებით ქალბატონო ხატია, მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მოდით საუბარი დავიწყოთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებით. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მაღალი კონკურენცია 2025 წელს და როგორ აპირებთ იმ კონკურენციის პირობებში გაიმარჯვოთ მარნეულში და ის მთავარი ძირითადი პრობლემები რომ გითხრათ, რაც მარნეულის მოსახლეობას ამჟამად აწუხებს. მადლობა დაინტერესებისთვის. ვფიქრობ, რომ ნამდვილად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მარნეულის მუნიციპალიტეტში. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია ყველა იმ პოლიტიკური პარტიის თუ მისი კანდიდატისთვის. ვფიქრობ, მარნეულზე იმოქმედებს ის, რაც მოხდა სულ რაღაც 2 დღის წინ, როდესაც ბოლნისის კანდიდატმა ლელოს კანდიდატს გულისხმობ. დიახ, ლელოს კანდიდატს გულისხმობ. ლელოს პარტიიდან მოხსნა კანდიდატურა ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ. ამით გაიშიფრა ლელო, რომ თამაშობს ქართული ოცნების თამაშს და მარნეულშიც ასე ფიქრობენ, რომ არავითარ შემთხვევაში ხმა არ უნდა მისცენ ლელოს, რადგან ის ოცნების თამაშს თამაშობს. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ოპოზიცია მარნეულში ვრჩებით ჩვენი გაერთიანებული საქართველო და ვფიქრობ, რომ ძალიან რეალური შანსი მაქვს ისტორიული მარნეულისთვისაც და ჩემთვისაც, რომ ოპოზიციური მერი ყავდეს მარნეულს. მადლობა ასეთი ახსნისთვის. თქვენ თქვით, რომ გაქვთ შანსი ახლა გახდეთ მერობის კანდიდატი. წარსულში ხომ არ გქონიათ რომელიმე ოპოზიციურ ან მმართველ ძალასთან გადაკვეთა? მერობის კანდიდატი პრინციპში უკვე ვარ, მე მომავალი მერი ვარ, შეიძლება ასე ითქვას. 2019-ში ვიყრიდი კენჭს მერობის კანდიდატად, ოღონდ მაშინ უპარტიო დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრიდი. ჩემი ასე ვთქვათ პოლიტიკური ავტობიოგრაფიაც სწორედ მოხალისეობიდან მოდის. მე თვითონ ჩემი ასე ვთქვათ დიდი სურვილი იყო, რომ ხალხს ვემსახურო, არა მხოლოდ ჩემი იურიდიული პროფესიით, არამედ პოლიტიკური პოზიციიდანაც. 2019-ში მე-4 ადგილზე გავედი, 15 კანდიდატი იყო მაშინ მერობის. 2020-ში ლეიბორისტული პარტიიდან ვიყავი საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიას დავეხმარე ბარიერის გადალახვაში. მარნეულის ხმები რომ არა, ბარიერიც არ გადაილახებოდა ვფიქრობ. და 2021-ში ასევე ვიყრიდი ლეიბორისტული პარტიიდან, ვიყავი სიის პირველი ნომერი და სულ რაღაც რამდენიმე ხმა დამაკლდა, რომ შევსულიყავი საკრებულოში. თუმცა მესამე ადგილზე რომ გავედი, ვფიქრობ, რომ ესეც 4 წლის წინ, როდესაც 2 წლიანი მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება რომ მქონდა, ესეც 1029 ხმა მაღალი მაჩვენებელი იყო. სწორედ ამიტომ მოუგე ევროპულ საქართველოს, რომელიც მე-4-ზე გავიდა და გიორგი ვაშაძის მერობის კანდიდატს, რომელიც მე-5-ზე გავიდა. დიახ, ახლა კი მაინტერესებს ჩაგეკითხებით, რატომ მაინც და მაინც პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო, რომელსაც სესკოს წილისყრის შედეგად ნომერი 5 შეხვდა და იღებს მონაწილეობას და რატომ არა სხვა ოპოზიციური პარტია, ანუ რითი ახსნით ამ ფაქტს, ანუ რა არის თქვენთან ამ პარტია, რას ხედავთ ამ პარტიაში ისეც, რამაც გადაგაწყვეტინოთ, რომ მისი სახელით გახვიდეთ არჩევნებზე ამჟამად. სანამ 5 ნომერი მიენიჭებოდა, მე უკვე მქონდა ჩვენი გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობა, კარგი დამოკიდებულება
რა თქმა უნდა არ ასე ვთქვათ გვეწყინა, როდესაც 5 ნომერი მოგვენიჭა, თუმცა 5 ნომერს როგორც დადებითი მხარე აქვს, ისე უარყოფითი მხარე, ასე რომ მხოლოდ ის რომ 5 ნომერი არის, ეს რაიმე ან წარმატების, ან წარუმატებლობის საფუძველი ვერ იქნება, თავარია რომ კანდიდატები გვყავდეს ღირსეული და კანდიდატები ჩვენი პარტიიდან იყვნენ უკეთესები ვიდრე სხვა პარტიებიდან. მაგალითად, დღეს მარნეულში ორი კონკურენტი მყავს მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქართული ოცნებიდან დაური ისმაილოვი, რომელსაც მარნეულში არ იცნობენ და არანაირი პოლიტიკური გამოცდილება მას არ აქვს და ნდობის ხარისხიც მის მიმართ, რა თქმა უნდა, არ არის მოქალაქეებს შორის. ამ მომრჩევლები, რა თქმა უნდა, ვერც მიანდობენ თავიანთი მუნიციპალიტეტის ბედს ლელოს კანდიდატს, რომელმაც ქართულად წერა-კითხვა არ იცის და ეს ცნობილი ფაქტია. საქართველოს აზერბაიჯანული მედია 24 ნიუსჯი იქაც დებატებზე მან, ასე ვთქვათ, არ უარყო ის ფაქტი, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და ვერც გამცა პასუხი თუ როგორ შეძლებს მუნიციპალიტეტის მართვას და მუნიციპალიტეტის ლიდერობას, თუ მან არ იცის რაზე მოაწერა ხელი და ასე შემდეგ. ამიტომ ერთადერთ იდეალურ ვარიანტად რჩები ვფიქრობ ამ მომრჩევლებისთვის მე და ამიტომაც დიდი მოლოდინი მაქვს, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს მარნეულის მოსახლეობა. ანუ თქვენ უკვე იცით, რომ ხართ სასურველი კანდიდატი მარნეულში, რას ფიქრობს ხალხი? თქვენ გააქვთ შეხვედრები მოქალაქეებთან, იცნობით მათ პრობლემებს, ხართ განათლებით იურისტი და რამდენად გეხმარებათ სწორედ ეს პროფესია გაიგოთ და გაიაზროთ მათი პრობლემები? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოპულარულობაც გამოიწვია და დღემდე ამ შედეგამდე მიიყვანა იმ ფაქტმა, რომ მე მოქმედი ადვოკატი ვარ და ძალიან ბევრ მოქალაქეს ვეხმარები, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ, უდანაშაულობა დაამტკიცონ, ან მაგალითად თუ სამოქალაქო საქმეა, თავიანთი თანხა მიიღონ, სარგებელი და ასე შემდეგ. ჩემი კონსულტაციის შედეგად ბევრი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის მარნეულელი, გადარჩენილა იმ, ასე ვთქვათ, სირთულეებს, რაცაც შეიძლება მოყვებოდა, რაც მოყვებოდა მის მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, დავაზღვიე ბევრი მოქალაქე, ბევრი ამომრჩეველი, ჩემი ცოდნა განათლების თაობაზე ინფორმირებულია მარნეულის საზოგადოება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ადვოკატის რანგში დახმარებების გაწევა, რაც კი წარსულში მქონია, ვფიქრობ, რომ ესეც დამეხმარება მაღალი შედეგის დადებაში. დიახ, მადლობას გიხდით. TV+-ი მუდმივად აშუქებს ოპოზიციურ და პოზიციურ ამომრჩეველსაც, მუდამ ყავს ტელევიზიებში სტუმრები, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც, წევრებიც და ლელოსით, თუნდაც სხვადასხვა პარტიების. თქვენ ხართ ჩვენი გაერთიანებული საქართველოს მერობის კანდიდატი ნომერი 5 და ამბობენ, რომ არის მოსყიდვების, დაშინების და სხვადასხვა სპეკულაციები არის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და ეს იმაზე მეტად არის გახშირებული, ვიდრე სხვა წლებში იყო. რას ფიქრობთ, ანუ თქვენ იმდენად დარწმუნებული ხართ თქვენ შესაძლებლობებში, რომ თუ ქართული ოცნების კანდიდატმა გაჯობათ, ან თუნდაც ლელოს კანდიდატმა, რას გააკეთებთ შემდეგ და როგორი იქნება თქვენი პოზიცია, დატოვებთ თუ არა პოლიტიკას, გახვალთ თუ არა პოლიტიკიდან და თუ პირიქით აქტიურად განაგრძობთ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. მე ვფიქრობ, რომ თავარი კონკურენტი დღეის მდგომარეობით ჩემი მაინც ქართული ოცნების კანდიდატია, ვინაიდან როგორც გითხარით, ლელოს კანდიდატმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის და მას ჩემი აზრით არავინ არ აირჩევს, თუ აირჩევენ მხოლოდ ასე ვთქვათ, ლელო სუსტი საქართველოს ფულის ხმებით, ასე ვთქვათ, აგიტატორების და მათი ოჯახის წევრები თუ მისცემ ხმას. მეორე ტურის ალბათობას ნაკლებად ხედავ, რადგან ლელოს კანდიდატს ძალიან მაღალი პროცენტულობით აქვს ხმები ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმოდგენით, ვინაიდან ჩვენ ხშირი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. მაღალი თუ დაბალი?
დაბალი ხმები აქვს ლელოს კანდიდატს და 2%-ს არ აღემატება ჩვენი მონაცემებით. რაც შეეხება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მეორე ტურამდე წავიდეს საქმე. მთავარი კონკურენცია და ინტრიგა პრინციპში ქვემო ქართლში რჩება ჩემსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის და ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში ერთ-ერთი ჩვენგანი გაიმარჯვებს. ფავორიტად ჩემ თავს მივიჩნევ უკვე მოგახსენეთ რატომაც ვფიქრობ უკეთესი კანდიდატად მივიჩნევ თავს ვიდრე დაური ისმაილოვი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. მიმაჩნია რომ გავიმარჯვებ, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ როგორც წარსულში მომხდარა რომ არ გამემარჯვოს, ეს არ ნიშნავს რომ მივატოვო მარნეულის მოსახლეობა ან საქართველოს მოქალაქეები და დავტოვო კარგი არჩევნის გარეშე. მე ამით არჩევანს ვუტოვებ, როდესაც კანდიდატად ვარ და ვიყრი, მოქალაქეებს და ამომრჩევლის ინტერესებს ვიცავ. მათ მინდა რომ ჩემი სახით გქონდეთ, ყავდეთ არჩევანი. თუ მე არ ამირჩიეს, ეს შეიძლება ითქვას მათი ბრალი შეიძლება იყოს და თვითონ ის შედეგები, რაც შემდეგ მოყვება ცუდი კანდიდატის არჩევას, ეს უკვე ასე ვთქვათ ამომრჩევლმა შემდეგ მინდა რომ თავის თავს დააბრალოს. მაგრამ თუ მე არ ვიყრი კენს, შემდეგ ამომრჩევლებისგან მოდის პროტესტი, რომ აი თქვენ არ გიყრიათ კენჭი და ამიტომ ვერც აგირჩევდით. მე არ მინდა რომ ამომრჩევლისგან მივიღო ასეთი შენიშვნა, ამომრჩევლებს ყოველთვის ვეცდები დაუტოვო ეს შესაძლებლობა რომ ამირჩიონ მე. თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არ ვფიქრობ რომ რომელიმე კანდიდატი ან თუნდაც 1%-იანი ლელო ან დაუშვათ 45%-იანი ქართული ოცნება მაჯობებს. სასიამოვნოა თქვენი ასე რომ ვთქვათ ამბიციური განცხადება, რადგან თქვენ ნამდვილად ხართ დარწმუნებული თქვენს თავში და იმ შემთხვევაში თუ კი ნამდვილად არ გაიმარჯვებთ, ან იქნება რაიმე გაყალბების მცდელობები, თქვენ მაინც გააგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას. მოდით საუბრის დასასრულს მიმართეთ მარნეულის მოსახლეობას და მოუწოდეთ თუ რატომ უნდა მოქცენ ხმა, ოღონდ აი კონკრეტული მიზნები რომ გითხრათ, განათლება ძალიან საინტერესო ნაწილი იყო, თუმცა რას პირდებით ამომრჩეველს? დიახ, მე ამომრჩევლებთან შეხვედრის დროსაც და გადაცემებში და ინტერვიუებშიც ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ დღემდე არ არის მოგვარებული კორუფციის საკითხი მარნეულში. მე დავასრულებ კორუფციას მარნეულში, მე დავასრულებ სახსრების არასწორად დახარჯვის საკითხს და სწორი მიმართულებით დაიხარჯება ყველა ფინანსური რესურსი და ამით მოიხსნება ბევრი პრობლემა. მათ შორის სარწყავი წყლის პრობლემა, წყლის პრობლემა, გზების პრობლემა. მაგალითად, მარნეულს ერთადერთი ყველაზე მთავარი ცენტრალური ქუჩა აქვს, რუსთაველის ქუჩა, იქაც კი ცუდ დღეშია გზა, იქაც კი ყურადღებას არ აქცევს ხოლმე ქართული ოცნებიდან შერჩეული მერობის კანდიდატი, დღემდე სამწუხაროდ ყოველთვის სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელი იგებდა ამ არჩევნებს. ვფიქრობ, ასე არ უნდა იდგეს, კანდიდატის მიხედვით უნდა გაკეთდეს არჩევანი და არა აუცილებლად სახელმწიფო იყოს ან ოპოზიციური, რადგან კანდიდატი არის ერთი უკეთესი მეორეზე თუ მესამეზეც, ამ შემთხვევაში იმ ერთზე უნდა გაკეთდეს არჩევანი და ასეთად მივიჩნებ ყოველგვარი ზედმეტი ამბიციების თუ ასე ვთქვათ ამპარტავნობის გარეშე. ბატონო ალი, თქვენ გსურდათ რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვისაც მიგემართათ, ახლა კი გაქვთ შესაძლებლობა მათაც მიმართოთ თავიანთ ენაზე. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ყოველთვის მინდა ხოლმე აზერბაიჯანელთაც მიმართო აზერბაიჯანელ მოსახლეობას. Değerli Marneuli sakinleri, değerli Gürcistan Azerbaycanlıları. Hansı bülletende de 5 numarayı göreceksiniz, orada 5 numaraya esas verin. Esas da Marneuli sakinleri için büyük bir fırsatdır ki ilk defa halka hizmet etmek için gelen, özünü belə deyək, özünə xidmət üçün deyil də xalqa xidmət etmək üçün gələn bir merliyə namzədiniz var. Mən qabaqlar da namzəd olmuşam, amma onda bəlkə də seçicilər tərəfindən hələ çox da tanınmırdım.
Ama artık en tanınmış namzet ben olduğuma göre ve en güvenilir namzet olduğumu da düşünürəm. Və xahiş edirəm ki, 5 nömrəyə səs verəsiniz. Əli Bədirov sizin layiqli meriniz olacağıma söz verirəm. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ბატონო ალი რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდით. ახლა კი დავამშვიდობები მაყურებელს, დაგემშვიდობებით თქვენ.